ქუთაისში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი უკვე დაიწყო. Ამ დროისთვის მესხიშვილის თეატრის წინ არსებული ნაცვის ხისა და ქალაქის ცენტრში განთავსებული განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, საახალწლო განათებების მორთვა ქალაქში ისედაც გვიან დაიწყო, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობა კრიტიკის მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ საახალწლო დეკორაციების შესაძენად წელს ქუთაისის მერიამ 100,000 ლარი დახარჯა. თუ რამდენად მოეწონათ განათებული ქუთაისი მოქალაქეებს, მეგატივი ამ კითხვით კვლავაც დაინტერესდა. ანუ ყოველ წელს თითქმის ერთი და იგივეა და რა ვიცი, ჩემი აზრით ცოტა რამე სიახლე რო შემოეტანათ, უკეთესი იქნებოდა, ანუ უკეთესი განათებები, ცოტა მრავალფეროვნება არ მომეწონა. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ის განცხადება, რომელიც მერიამ გააკეთა, რომ თითქოს ისეთ ბავშვებს ეხმარებოდა, რომელსაც აუტისტური სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, დახმარება ჭირდებოდა და ამ კუთხით დაზოგეთ თანხები. პირველ რიგში უნდა ეკითხათ მოსახლეობისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი აზრი იქნებ მოსახლეობას აურჩევნია და ზოგადად ჩვენი გადასახადები მიედინება ამ ყველაფერს და ჩვენი გადასახადები იხარჯება თუნდაც ერთ სფეროში, თუნდაც მეორე სფეროში. აი საოცრად არ მომეწონა იგივე განათებები კიდია ყოველ წელს და აი ერთადერთი რაც მართლა გამოასწორა ყველაფერი იყო ნაძვის ხე, რომელიც კიდე რაღაც შედარებით პლუსი და ნათელი წერტილი იყო ქალაქში საახალწლო განათებების კუთხით. ეხლა მიმდინარეობს დემონტაჟი, ეს 29-ში დადგეს და 16-ში უკვე შლიან და რა ვიცი, თბილისში ბევრად ძალიან მაგარი განათებები იყო და მართლა შესაშური იყო ქუთაისელების მხრიდან და არა მარტო ქუთაისელების მხრიდან და ვისურვებდი, რომ მომავალ წელს მაინც გამოსწორებული იყოს ეს სიტუაცია. არანაირად ვერ ვიგრძენის საერთოდ ქუთაისში თუ იყო ახალი წელი. რა ვიცი, ალბათ განწყობა ადამიანების. საერთოდ არა ვარ კმაყოფილი. არაფერი არ ვარ. კარგად, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ერთი სიტყვით ძალიან დიდი ქალაქია ქუთაისი, ძალიან საყვარელი ქალაქია და არა მარტო ქუთაისლებისთვის, საქართველოს ყველა მაცხოვრებელი ქუთაისს აფასებს. კარგი იყო. შედარებით არა უშავდა. კარგი იყო, აი ნაძვის ხე ძალიან მომწონს. და ქუჩის განათებები? ქუჩის განათებები მაგას არ მივიქცევია, ყურადღება რო გითხრა სიმართლე, მაგრამ მე მგონი არ იყო ცუდად. როგორც გავიგეთ, საზოგადოების უმეტესობა დამონტაჟებულ განათებებს უარყოფითად აფასებს და ამბობენ, რომ ამ წელს მერიისგან მეტ სიახლეს ელოდნენ. საახალწლო მორთულობების დემონტაჟს ქუთაისში მერიის IP ქუთგანათების სერვისი ასრულებს.